გაუმარჯოს მოძრაობამ პროტესტში დღეს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საპროტესტო პერფორმანსი მოაწყო. მოძრაობის წევრების თქმით, დედების დღეს ისინი მოქალაქეებს გაეცნენ ტროტუარზე დგომის გამო დაკავებული ქალებისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის შესახებ ისაუბრეს. აქ არის სამი შვილის დედა, რომელიც სისხლის სამართლის წესით უპირებენ დასჯას იმის გამო, რომ ტროტუარზე დგას ხოლმე რუსთაველის გამზირზე. აქ არის დევნილი ქალბატონი აზაბებო, რომელიც პირბადის კეთების გამო დაიჭირეს. ეს არის ქალბატონი, რომელმაც აფხაზეთში, როდესაც ქართველების დამარხვა იყო სიცოცხლით საშიში, კლავდნენ ქართველებს ამისთვის, საკუთარი ხელით მარხავდა ადამიანებს, ქართველებს. აი სწორედ ასეთ ხალხს ასამართლებენ. დედები არიან აი აქ ის ქალები, რომლებიც თქვენი შვილებისთვისაც, თავიანთი შვილებისთვის, მომავლისთვისაც სრულიად მშვიდობიანად ტროტუარზე დგომით აპროტესტებენ საქართველოს მომავალს და ამ ბავშვების მომავალს და ამისთვის ხდებიან ციხეში და ასევე არიან დედები, ჩვენი სინდისის პატიმრების დედები, რომლებსაც შვილები ყავთ სრულიად უდანაშაულო ციხეებში დამწყდეული და ამდენი ხანი მტკიცედ დგანან და უდა ყველას ულოცავ. ჩვენ პოლიტპატიმარ ქალებს ულოცავ, ზია ამაღლობელს ულოცავ, ელენე ხოშტარიას ულოცავ. ბოლო თვეებში დაიჭირეს 70-მდე ქალი სრულიად უსამართლო მიზეზების გამო, რომლებსაც შორის არიან მრავალშვილიანი დედები, მასწავლებლები, ლექტორები, იურისტები და ის ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება შეალეს საქართველოს სამსახურს. ეს არის საქართველოში ყველაზე სამართლიანი ფაქტი, რაც არასდროს არავის არ ეპატიება, მათ შორის არც ამ ხელისუფლებას, რომელიც იმართება რუსული ძალების მიერ. ვინ ეთანხმებით იმას, რომ ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება საერთოდ ადამიანი დაიჭიროს?